7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია წლის 12 დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს ხარებას ზეიმობს. ეს დღე დასაწყისია კაცობრიობის განწმენდილი, განახლებული და გასხივოსნებული სულიერი ცხოვრებისა და აქამდე დაფარული ღვთაებრივი საიდუმლოს გამომჟღავნებისა. მამა ღმერთმა კაცობრიობას ძალიან დიდი ხნის წინ აღუთქვა, რომ ცოდვებში შთანთქმულთ მხსნელად და მესიად განკაცებულ საკუთარ ძეს გამოუგზავნიდა. იგი წმინდა ქალწულისგან შობილი, განკაცდებოდა და კაცობრიობას ჯოჯოხეთისგან იხსნიდა. სახელი მისი კი იმანუელი იქნებოდა, რაც ქართულ თარგმანში ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი. ხარება სწორედ ამ სიხარულის მაუწყებელი დღესასწაულია. საქართველოში მოქმედ ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საღვთო ლიტურგია დილიდან აღევლინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელმა სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაული მიულოცა. თითოეული მათგანი დაალოცა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და დაძაბულ ფონზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და მშვიდობიან მსოფლიოში ცხოვრება უსურვა. დღეს მთელი მართლმადიდებლობა ზეიმობს პავლაწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს. დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული და როგორც ამბობდნენ ჩვენი უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია დღესასწაული ხარებისა, რომ ჩიტი ბუდეს კი არ იკეთებს ამ დღეს, ადიდებს უფალს. და ჩვენც ვადიდებთ ამ დიდებულ დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგბადლოს ჩვენ. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღეს ჩვენთან აქ წირვას ესწრებოდა ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ულოცავთ მას ამ დიდებულ დღესასწაულს და ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღევანდელი დღესასწაული შთაგვაგონებს ჩვენ იმას, რომ ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს მახარებელი. აი გეძლევა თქვენ ლოცვა კურთხევა, რომ ადამიანებს უთხარით სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენს ტელევიზიაში არის. სულ ნეგატიური ამბები გადმოიცემა და ეს ქმნის სიმძიმეს, ეს ქმნის სტრესებს. თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოდიან ჩვენთან ასეთი მძიმე ამბით, რომ ამა თუ იმ ადამიანმა მოიკლა თავი. ადამიანი ვეღარ იტანს ამ სიმძიმეს. ამიტომ ჩვენ უნდა სიხარული ვახაროთ, სიხარული უთხრათ. უნდა ჩავიხედოთ ადამიანის გულში. დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს
მიზეს ამ დაძაბულობისა უპირველეს ყოვლისა ყოველმა ჩვენთაგანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს ჩვენ ბედნიერი ვართ რომ დღეს ჩვენს წირვას ესწრებიან რუსები ოსები აფხაზები და სხვა ერის წარმომადგენელნი მე მათაც ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს ისევე როგორც ჩვენ ქართველებს თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ როგორც ქართველები ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში დალოცვინი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა წყალობა მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენთან და მთელ მსოფლიოში ხარების დღესასწაულს მართლმადიდებლები განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან, ესწრებიან წირვას და ერთმანეთს ამ დღის სიხარულს უზიარებენ და ულოცავენ. გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა ქალწულ მარიამს, რომელსაც ახარა რომ მისგან განხორციელდებოდა ძეხვთისა, კაცობრიობის მხსნელი. ეს სიხარული არის მთლიანად სამყაროსი, ზოგადად კაცობრიობის და ამიტომ ეწოდება ამ დღეს ხარება, რათა იმედი ცოდით გამოხსნისა, ზუსტად დღევანდელი დღის არის საწინდარი ამ ყოველივეს. ულოცავ ყველას, ყველა მართლმადიდებელს დღევანდელ დღესასწაულს ფიქრობ განსხვავებულია იმით, რომ მხოლოდ სიხარულს, მხოლოდ მომავლის იმედს და მუგეშს უკავშირდება და მინდა რომ ყველას სიხარული უსურვო. დღევანდელი დღე წინვალ დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიაში მერც ცხოვრობ მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს, მთელ ქართველებს ბედნიერი დღე გასცენებოდეს დღევანდელი, აღდგომა გასცენებოდეს და რა ვიცი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მინდა რომ მიულოცოთ თორმეტ დღევანდელი დღესასწაული. მრავალს დაესწარით, გახარებულები გამყოფოთ ცოტა მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ ხარებისას. ქადაგების შემდგომ საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა 3 ჯვარი აკურთხა. სიწმინდეები ამაღლების დღესასწაულამდე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დარჩება. შემდგომ კი მათ უჯარმაში, თხოთის მთასა და მცხეთის ჯვრის მონასტერში გადააბრძანებენ. ჯვრების კურთხევა უკვე ტრადიციად იქცა და საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი 3 ჯვარს ყოველი წლის ხარების დღესასწაულზე აკურთხებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნაკურთხ ჯვრებს ამაღლების დღესასწაულზე საზღვრისპირა რეგიონებში გადააბრძანებენ. ეს 3 ჯვარი აღდგომის მესამე კვირამდე იქნება დაბრძანებული სვეტიცხოვლის საკურთხეველში და სწორედ ჯვართ აღმართების დღესასწაულზე ეს ჯვრები წირვის შემდეგ წარბრძანდება და აღიმართება ისევ თხოთზე, უჯარმაში და ჯვრის მონასტერში. იქ არსებული წინა წელს ნაკურთხი ჯვრები გადაბრძანდება კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სასაზღვრო რაიონებში, ან კიდევ მისი ლოცვა-კურთხევით იმ ეპარქიებში, სადაც საჭიროა წმინდა ჯვრის აღმართვა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დიდათა შორის და კურთხეულარს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. სახარებლად წარგზავნილ გაბრიელ მთავარანგელოზი სწორედ ამ სიტყვებით აუწყებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მისი წიაღიდან კაცობრიობას მოევლინება მაცხოვარი, ძე ღვთისა. საუკუნეების შემდეგ კი ამ ყოვლის მომცველ სიტყვებს უზარმაზარი კრძალვითა და სიყვარულით მთელი ქრისტიანული სამყარო გაიმეორებს. ხარება დასაბამია თავად უფლის განკაცებისა. ეს დღე არის სიმბოლო იმისაც, რომ მოწყალე უფალმა არ დაუშვა მისი საყვარელი ქმნილება. ადამიანი საუკუნო ცოდვებში შთანთქმულიყო და გამოუგზავნა ძე, რომელმაც შემდგომ საკუთარი სისხლით იხსნა კაცობრიობა.
ხარების დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით ზესტაფონის რაიონში იზეიმეს. თარიღის აღსანიშნავად სოფელ მეორე სვირში ხარების სახელობის ტაძარი იკურთხა. ეკლესიის ეზოში მრევლი დილიდან შეიკრიბა. თითოეული მათგანი ამ დღის დადგომის სიხარულს ერთმანეთს უზიარებდა და ხარებასთან ერთად ეპარქიაში ტაძრის კურთხევის მნიშვნელოვან მოვლენას ზეიმობდა. ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მწყემსმთავართან, ეპისკოპოს მელქისედეკთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. მღვდელმთავრებმა ეკლესიაში შეკრებილები დაალოცეს და მრევლს დღესასწაულთან ერთად ამ რაიონში კიდევ ერთი ტაძრის გახსნა მიულოცეს. დღევანდელ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ისტორიას, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი მიდის მარიამთან და მას საოცარ ამბავს აუწყებს. აუწყებს ამბავს, რომლის შესახებ ქალწული მარიამი ვერც კი წარმოიდგენდა, ვერც კი იოცნებებდა, ვერც კი იფიქრებდა, რომ ესეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმრთისა მიერ და ქალწული მარიამი შეიქმნა ყოვლადწმინდა ჭურჭლად, რომელშიც განხორციელდა იმედი კაცთა მოდგმისა, ღმერთის დაპირება აღსრულდა და სწორედ მისგან შეიცხა ხორცი განხორციელებულმა, განკაცებულმა ქრისტემ. და აი ეს პატივი მარიამს, რომელიც ხვდა, განსაკუთრებული ნუგეშია ყოველი ადამიანისათვის, ყოველი ქალწულისათვის, ყოველი ღვთისკენ მიდრეკილი გულისათვის, რომლის გულიც ადიდებს უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენ ყოველთვის ვართ იქ, სადაც ჩვენი სამწყსოა, მაგრამ დღეს ჩავთვალეთ მეუფესთან ერთად ყოფნა, გავიზიაროთ ეს დღესასწაული და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ის ქრისტეს მიერი ერთობა, ძმური სიყვარული, რომელიც ჩვენს ეკლესიაში საკუთრივ და ზოგადად მართლმადიდებლობაში არსებობს. როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოიცხა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დაუწყა მისგან განხორციელება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ესეთი სიტყვები არის, რომ მისცეს მას უფალმა ღმერთმა საყდარი მამისა თვისისა დავითისა და სუფევდეს ის უკუნისამდე. უფალმა საყდარი დაიდო ამ სახლში, ღვთის სახლში და ის სუფევდეს უკუნისამდე ამ ტაძარში, თქვენს გულებში, სრულიად საქართველოში და მთელ სამყაროში. ჩვენი ჩამოსვლით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ის დიდი თანაგრძნობა და სიყვარული, როგორც მეუფე მელქისედეკისადმი, ასევე რა თქმა უნდა ახალდაშენებული ტაძრისადმი, აღმაშენებელისადმი, ტაძრისადმი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეუფეებს, რომ ამ გამორჩეულ დღეს, ამ უდიდეს დღესასწაულზე მათ დატოვეს თავიანთი ეპარქიები დროებით, რომ აკმაყოფილიყვნენ და ჩვენი ეს უდიდესი სიხარული გაეზიარებინათ. ამისათვის უღრმესი მადლობა ამ დიდი თანადგომისთვის, ამ დიდი სიყვარულისთვის და ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ავლენთ ამ ეპარქიისთვის, ჩემთვის და ნებისმიერი ჩვენი ეპარქიის შვილისათვის. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და გაიზიარეთ ეს დიდი სიხარული. ქადაგების დასასრულს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის დიაკონი ხარება ჩიქოვანი მღვდლად აკურთხეს. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევითა და ბეჟან წაქაძის ქტიტორობით ტაძრის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო. ჯვარგუმბათოვანი ბაზილიკა არქიტექტორმა თეიმურას ბერიძემ ააგო. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ტაძრის მოხატვაც იგეგმება. ამ ტაძარს ასეთი ისტორია აქვს, რომ თავიდან ეს სამეული იყო ბატონი ბეჟანის, სოსო და გოჩა, რომლებმაც იტვირთეს ის ტვირთი, რომ საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის ეზოში ააშენეს ტაძარი. იოანე ღვთისმეტყველის სახელობისა და ისიც დასრულებულია და ალბათ ახლო მომავალში გაიხსნება, იკურთხება ტაძარი. და ამ პერიოდში მოხდა ჩვენი გაცნობა, ის პროექტიც ერთად გავაკეთეთ, მშენებლობაც ერთად ვაწარმოეთ და ბეჟანს დაებადა ასეთი აზრი, რომ მეორე სვირში ამ ნაწილში არ იყო ტაძარი და თხოვარა გავაკეთებინა ერთად პროექტი და გავაკეთეთ ეს პროექტი და დღეს ხედავთ, რომ განხორციელდა და აშენდა ეს მშვენიერი ხარების სახელობის ტაძარი. თავის სრული კომპლექსით, თავის სენაკებით, თავის სატრაპეზოთი, სამზარეულოთი და
ახლა დარჩა ალბათ მოხატვა და გამშენება ტაძრისა, რომელიც ალბათ იმედია მალე დაიწყება. გილოცავ დღევანდელ დღეს, ხარების დღესასწაულს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეთ თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ თქვენთაგანის ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ძალიან ლამაზი დღეა დღეს ზესტაფონის რაიონში, კერძოდ მეორე სვირში. ლამაზი დღე დაგვიჩენ და ეს არის მადლიერების დღე უფლისა და მე თუ უფალმა მოგცა ძალა, ენერგია ყოველ იმისა რომ ეს საქმე გაგვეკეთებინა. ეს დაიწყო 2 წლის წინ, როცა აი ამ დარბაზში ჩვენ აღნიშნავდით მარიაობის ბრწყინვალე დღესასწაულს და იქ იყო გამოთქმული სურვილი ჩემი, აშენებული იყო აქ ტაძარი. უფლის წყალობით, ჩვენი შრომით და საერთოდ მონდომებით ეს ტაძარი 2 წლის თავზე აშენა. დიდება ამისთვის უყვარს. ტაძრის აღმშენებლის, მშენებლებისა თუ ადგილობრივი სასულიერო პირების გარდა ეკლესიის მშენებლობაში წვლილი სოფელ მეორე სვირის მაცხოვრებლებმაც შეიტანეს. როგორც თავად ამბობენ, ამ ღვთისმსახურის საქმის დასრულებაში უდიდესი შრომა და ძალისხმევა ჩაიდო. ამიტომ ადგილობრივების ეს სულიერი ზეიმი დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა სტუმრებმაც გაიზიარეს და თითოეულ მათგანს დღესასწაული მიულოცეს. მინდა დიდი გულთა და სულით მიულოცო მთლიან საქართველოს, მთლიან სვირელებს დღევანდელი ბრწყინვალე დღესასწაული, ამ ტაძრის გახსნა. მადლობა მინდა გადაუხადო ბატამ ბეჟანს ამდენი სიკეთის გაკეთებისთვის, სვირელებისთვის და მთლიანი სახელით კახეთიდან მე ულოცავ მთლიან საქართველოს დღევანდელ ლამაზ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან დიდი დღესასწაულია დღეს ჩვენ სოფელში. ძალიან დიდი ხანია ველოდით ამ ბრწყინვალე დღეს, პირადად საბავშვო ბაღში მუშაობ, რომელიც მდებარეობს აქ ამ ტაძრის მოპირდაპირეთ და თვალყურს ვადევნებდი, როგორ მიმდინარეობდა აქ მშენებლობა. ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი ღვაწლი ჩადის ადამიანებმა, ვინც აქ მუშაობდნენ და შრომობდნენ. ის სანიშნავი დღეა, დიდი მოლოდინით ველოდით. მთელი სოფელი, მთელი რაიონი. ჩვენ ერთმანეთს ქრისტიანები ვართ და ესეთი კარგი სანიშნავი წმინდის აგება სამეველია. დღესვე ხარების სახელობის ქტიტორი ბეჟან წაქაძე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრიანდა. ხარების ეკლესია უნდა ააშენა ჩვენმა მეგობარმა, უახლოესმა ადამიანმა, ძვირფასმა ქართველმა და ტაძრის კურთხევა შედგა დღეს. ამასთან ერთად ეკურთხა მამაოღდლად და მესამე სიხარულის და მადლის ზალა ეს არის რომ ბატონი ბეჟანი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ახლობელია, ჩვენი მეგობარია, მაგრამ შეგნებულად დაუთმო დღევანდელ დღეს ხარებას მან ჩვენი საზოგადოებაში და ეროვნული სამოსის ჩაცმა. და ულოცავთ მას დღევანდელ დღეს. ხარება დღეს ხარება ეკურთხა ვდლად. თვითონ ბეჟანი, ბატონი ბეჟანი ჩოხოსნებში ეკურთხა და კარგად ამბობს ჩვენი მაგარი პოეტი, რასაც გავჩენილო არ ღვთის შვილებად, დიახ, არც თუ მონებად, უპრის ტახტზე ზისიკეთი ჩვენი სარწმუნოება. ჩვენი ქვეყნის ჭირვარავი ღმერთმა ცით შეიერთა ღვთისმშობლისა, წირხვედრია მიწა იბერიელთა. ღვთის სიმართლეს არ გავხედოთ ურჯულოთა, წყევლითა, შევიმოსოთ სიკეთითა, შევიმოსოთ წმენითა, ვიყოთ ქრისტეს მიერი და კეთილ სულში ჩართული. სული ძველი განვანახლოთ, სული ნაღდი ქართული. ასეთ სულს გაუმარჯოს, რაც ეხლა სუფევს დღეს აქა. ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში ხარების სახელობის ახლად აგებულ ტაძარში ამიერიდან წირვალოცვა ჩვეულებისამებრ ჩატარდება და ხარებასთან ერთად ყველა დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებლები ვზეიმობთ, განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება. მთავრობის განკარგულებით წალკის, თეთრი წყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 215 ემიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სტიქით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა. მოწმობების გადაცემის შემდგომ უწყების ხელმძღვანელმა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ეკომიგრანტი ოჯახების სახლები ადგილზე მოინახულეს. 2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა. წლის ბოლომდე კი უსაფრთხო გარემოში კიდევ 65 ოჯახი განსახლდება.
წელს უკვე განვლილ სამთოში 32 ბინარი სახლიანი ნაყიდი ეკომიგრანტებისთვის. ძირითადად ეს არის მთის რაიონები, ყველაზე მეტად ეკოლოგიურად, რომლებიც არის დაზარალებული, ეს არის მთიანი აჭარა, ხოლოს რაიონი განსაკუთრებით არის სვანეთი და არის ბარის რაიონებში, სადაც ასევე მეწყრული პრობლემებია. 571 სახლი იყო წლების განმავლობაში ნაყიდი წალკაში და არც ერთი არ იყო დაკანონებული, 135 წუთს უკვე დაუკანონდა და დანარჩენებიც ახლა გზადაგზა მიდის. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. დავით ნარმანია იმყოფებოდა ფოთის, ევდოშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე, ასევე დიღმის მასივის მესამე კვარტალში, სადაც გზების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის ქუჩაზე პარალელურად დამწვარი სახლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება სახურავი და მაგრდება კორპუსი. ამის შემდგომ კი საცხოვრებელი ფართები გარემონტდება. ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის თვალსაზრისით, ასევე უბნებში, საერთო სარგებლობის ეზოებში კეთდება ბავშვთა სათამაშო მოედნები, წესრიგდება ეზოები, იქ სადაც წლების განმავლობაში იყო დაგუბებული წყალი, მოუწესრიგებელი იყო სტადიონები ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. ყველაფერი კეთდება. დღეს ქალაქის მერმა დიდუბის რაიონში დაათვალიერა კაპიტალური შეკეთება, სადაც მიმდინარეობს გზების, ეს იყო ცენტრალურ დიდუბეში ევდოშვილის ქუჩა, ფოთის ქუჩა, გარდა ამისა წერეთლის 9 ნომერი, პარალელურ რეჟიმში დიღმის მასივში, იგივე მესამე კვარტალში ეს მიწისქვეშა კომუნიკაციებთან ერთად მთლიანად ხდება გზის საფარის შეცვლა, პარალელურ რეჟიმში დავათვალიერებთ ახმეტელის ქუჩას, რომელიც 30-35 წლის განმავლობაში ეს ქუჩები, რომელიც მე თქვენ ჩამოგითვალეთ, არამც თუ გაკეთებულა, რეაბილიტაციაც კი არ მომხდარა. 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი ჩეკინ ჯორჯია იწყება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა განაცხადა, 35-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება. მისი თქმით, აქ ერთიანდება მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური, კინო, ფოტოფესტივალები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით. 24 აპრილს სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. გარდა ამისა, დინამო არენაზე რობი უილიამსი 27 მაისს სიმღერებს, ხოსე კარერასი კი 18 ივნის ქუთაისში გამართავს კონცერტს. ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური A-კლასის, როგორც მათ ეძახიან, ვარსკვლავების ჩამოსვლა საქართველოში ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და მთელ მსოფლიოში ძალიან პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ინფრასტრუქტურულად, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით მზად არის იმისთვის, რომ მიიღოს ასეთი ვარსკვლავები, ის რომ ეს ასევე აისახება ერთმნიშვნელოვნად შიდა და გარე ტურისტული ნაკადების გამსხვილებაზე, ესეც მე ვფიქრობ უდავოა. 19 ქალაქში 35 ფესტივალი ჩატარდება საქართველოში. ამას ჩვენ ყველაფერს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის იმიჯი, მოვიწვიოთ დამატებითი ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რა თქმა უნდა იმ ტურისტებს, რომლებიც უკვე დაგეგმილი აქვს ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვლა, დავახვედროთ უფრო საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსეთ საქართველოს. 12, 13 და 17 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერა ჯამბაზების პრემიერა გაიმართება. სპეციალურად ამ დღეებისთვის ოპერის თეატრმა მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მოიწვია. მომღერალმა ოპერით ჯამბაზები მსოფლიოს წამყვანი თეატრები შემოიარა და ყველაზე სიტყვაძუნწი კრიტიკოსები მონუსხა. სულ ახლახან გიორგი გაგნიძემ ტონიოს პარტია მეტროპოლიტენ ოპერას თეატრში შეასრულა. იქამდე კი ლოს-ანჯელესში ფრანკო ძეფირელის 6 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯამბაზებს პლასიდო დომინგო დირიჟორობდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერის თეატრში ჯამბაზები ბოლოს 2006 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში მხატვარ დავით სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე ავტორმა დამთვალიერებლებისთვის ამჯერად რელიგიურ თემაზე შექმნილი ნახატები წარმოადგინა. სახარებისეული იგავები, წმინდანთა გამოსახულებები, მეტყველი პორტრეტები და მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები ხელოვანის მსოფლმხედველობას, მის მაღალ მხატვრულ კულტურას, შესრულების გამორჩეულ სტილსა და თემისადმი ავტორის დამოკიდებულებას ნათლად წარმოაჩენს. როგორც თავად ამბობს, ყოველი ექსპოზიცია გარკვეული გზავნილია და ამ გამოფენასაც თავისი სათქმელი აქვს. ჩემი ერთადერთი სათქმელი და პროტესტი არის, რომ ჩვენ თანამედროვე რელიგიურ მხატვრობაში დამკვიდრდა სენი ეგეთი შაბლონური მხატვრობის, ესე იგი აკეთებენ შაბლონს ან სლაიდიდან გადააქვს პირდაპირ კედელზე. შემდეგ არის ეგეთი, რომ კედელი არის გალესილი როგორც სარკე, ხო? ესეც არ იყოს სწორი, ესე თუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია, როგორც ხატწერის, ასევე კედლის მხატვრობის, ხო, ფრესკის. და ყოველი ეპოქა ჩვენი მხატვრობისა იყო გამორჩეული და ერთმანეთს არ გავდა და იყო ძალიან თანამედროვე იმ პერიოდისთვის, როცა ეს მხატვრობა იხატებოდა. ესევე ხატწერა, ჩვენი ხატები, ერთი ხატი რომელიც არის სვანეთში, იგივე ხატი გაკეთებული, ალბათ იმ მხატვარმა ორი გააკეთა, ერთი არის სინასმთაზე და ბევრი არის სინასმთაზე შეწერილი ქართული ხატები, რომელსაც რატომღაც აწერია არ აწერენ, რომ ქართულია, მაგრამ ჩვენ მისცეთ რომ ქართული ხატები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იყო კაი სკოლა, როგორც და იყო არა მარტო კაი სკოლა, კაი თანამედროვე სკოლა იყო. კი არა, იმეორებდნენ ერთ და იგივეს. არამედ აკეთებდნენ ახალს. გამორჩეული ფერწერი გახლავთ, მე მის შემოქმედებას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, რა ვიცი, ალბათ ერთი 30 წელს ითვლის და მინდა გითხრათ, რომ ის არის როგორც გამორჩეული ფერმწერი, ისე გამორჩეული რელიგიური თემატიკის ამსახავი ფერმწერი. ნამუშევრები სხვადასხვა წლებსა და სხვადასხვა ტექნიკაშია შესრულებული. აქ ხვდებით როგორც ტემპერისა და ზეთის საღებავებით შექმნილ ნახატებს, ასევე ცვილოვან ფერწერას, იგივე ენკაუსტიკას. აქ არის ესკიზები გაკეთებული, თქვა, ტემპერული ფერწერით, რაღაც ესკიზები გაკეთებული, თქვა, ზეთოვანი ფერწერით და უმრავლესობა გაკეთებულია ენკაუსტიკური ფერწერით. რა თქმა უნდა, ენკაუსტიკური ფერწერა საქართველოში არ იყო. ამობენ ანჩის ხატი. გამოკვლეული არ არის ზუსტად ენკაუსტიკური, იმ დროს სიტყვა ენკაუსტიკა ნიშნავს გახურებას, გასწრებას. მაგრამ ენკაუსტიკური ცვილოვანი ფერწერი არის კიდე ცივი, ესე იგი, როცა სკებიდარში იხსნება და ფუნჯით იწერება. ისიც ცვილოვანია, მაგრამ ენკაუსტიკა არ არის. და ახლა 21 საუკუნეში გვაქვს საშუალება, რომ ჩვენ ვიხმაროთ თანამედროვე ტექნიკა, პალიტროც ხურდება, ფუნჯებიც ხურდება, ფენი გვაქვს, რომელიც 500 გრადუსზე ხურდება, რეფლექტორია ისახურებს კედელს, ფერებია, რომელიც დამზადებულია იმ ტექნიკით, რომელიც იყო ადრე და გაქვს საშუალება, რომ ეს ტექნიკა გამოიყენა. აქვეა პლაკატი, რომელიც სხვადასხვა ეპოქის მხატვრობას აერთიანებს. ნამუშევარი გვიჩვენებს, რომ ნამდვილ მხატვრობასთან დრო უძლურია. მე მინდოდა მენახებინა ამ პლაკატით, ასე ვთქვათ, ხო? მე ავიღე სხვადასხვა ეპოქის მხატვრობები. ეს არის ქრისტიანული მხატვრობა, პირველი ქრისტიანების მხატვრობა, და ქრისტიანული მხატვრობა, თანამედროვე მხატვრობა. და მინდოდა მენახებინა, რომ ყველა ეს მხატვრობა როდესაც არის შესრულებული გარკვეული წესით, განადგურებით, რომელიც წესით, ხო, გარკვეული წესით, იკარგება დროის ფაქტორი. რადგან ის ყველა ესენი არიან ცოცხალი, იძლევა ემოციას და იძლევა თაყვანისცემის ღირსნი არიან. შენ ხდები მისი თაყვანისმცემელი. ბატონი დათოს ესეთი კონცეფცია იყო, რომ მას ეჩვენებინა, აი თქვენ ნახავთ აქ ფოტოები არის წარმოდგენილი, აი განვითარების ხაზი, რომელშიდაც ჯდება როგორც რელიგიური ფერწერა, ასევე აი კარგი ხარისხის ფერწერა, რაც კი აი ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე შემორჩენია სოფლიო ხელოვნების ისტორიას და აჩვენებს, რომ აი ეს კარგი ნამუშევარი რელიგიური
რელიგიურ თემაზე იქნება თუ არარელიგიურ თემაზე, ჩვეულებრივი პორტრეტი თუ რაღაც სხვა კომპოზიცია, ჯდება იმ რაღაც ჩარჩოში, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მაღალი ხარისხის ხელოვნება. დავით სულაკაურის გამოფენა ქართული ხელოვნების ისტორიის ცენტრში 27 აპრილამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ 13 აპრილს ასევე გაიმართება დისკუსია თემაზე თანამედროვე რელიგიური მხატვრობა.